კიევის ეგრეთ წოდებული შორი მოქმედების სანქციები კვლავ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იღებენ სამიზნეში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა ამჯერად რამდენიმე ნავთობსაცავს დაარტყეს რუსეთის ტერიტორიაზე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით სტავროპოლსა და ტვერის ოლქში. ძირითადი სარეზერვო საცავების გარდა იერიშების სამიზნით იქცა სარეზერვო ობიექტებიც, რომლებიც შეხების წერტილიდან 800 კილომეტრითაა დაშორებული. კიევის თანახმად უკრაინულმა დრონებმა კვლავ მიაღწიეს უფას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ცეცხლის ალაშია გახვეული. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთს დიდი ხნის წინ შესთავაზეს ამ ომს ბოლო მოუღოს, რასაც უარი მიიღეს. ამიტომ ყოველდღიურად, როდესაც მოსკოვის საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებას გადაწყვეტს, კიევი სწორად მიიჩნევს ომის რეალობის დაბრუნებას იქ, ვინც ის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო. ბოლო დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიევი რუსულ ენერგოსექტორს დრონებით ბომბავს. ომში მყოფი ქვეყანა ამ ობიექტებს ლეგიტიმურ სამიზნეებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ფორმით ცდილობს კრემლის დიპლომატიური პროცესისკენ მობრუნებას, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობი რუსული არმიის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა შესუსტებული.